მერკური მშვილდოსანში არიან ადამიანები, სასწაულად პოზიტიური ადამიანები არიან. უყვართ ბევრი საუბარი, უყვართ საინტერესოზე საუბარი და ჭიქას მერკური მშვილდოსანში ჭიქას ყოველთვის ნახევრად სავსეს ხედავენ. და შესაბამისად ამისა ძალიან ხშირად. შესაბამისად ამისა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან პოზიტიური ადამიანები არიან. განათლების კუთხით ძალიან დიდი მიდრეკილება აქვთ და აქ უკვე სიღრმისეულ განათლებაზეა საუბარი, უყვართ ხოლმე რომ ყველაფერი სიღრმისეულად შეისწავლონ. ეს როგორც ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და ასე შემდეგ, ამას ეხება ყველაფერს, ანუ შეიძლება გარდა მაგისა კიდე გააგრძელონ და არც გამიკვირდება, რომ მერკური მშვილდოსანში მთელი ცხოვრება სწავლობდეს. აი საკმაოდ ისეთი ხანდაზმულ ასაკამდეც კი უყვარს ძალიან სწავლა. მერკური მშვილდოსანს შეუძლია ენების მიმართ ძალიან დიდი ნიჭი აქვს და შეუძლიათ რომ ენები აითვისონ მარტივად და უყვარს ზოგადად სხვადასხვა ადამიანებთან საუბრები, გამოსდით კიდევაც სხვადასხვა რელიგიის, ეთნიკის წარმომადგენლებთან, ასეთი კულტურის წარმომადგენლებთან საუბარი. მერკური მშვილდოსანში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სხვადასხვა კულტურები მოსწონთ, ძალიან უყვართ ხოლმე, როდესაც სხვადასხვა, ანუ მუშაობის კუთხითაც და სწავლის კუთხითაც, თუნდაც სხვადასხვა ქვეყნებში სწავლობენ, ანუ ისეთ ადგილებში სწავლობენ, სადაც სხვადასხვა შერეული ეთნოსის წარმომადგენლები არიან. შესაბამისად ამისა, განათლების კუთხით ძალიან მოსწონთ ხოლმე ძირითადად რომ ტურიზმით და აი მსგავსი ან მასწავლებლები, ძალიან ხშირად კარგი მასწავლებლები არიან მერკური მშვილდოსანში. ძალიან კარგი იურისტები არიან მერკური მშვილდოსანში, იმიტომ რომ ჯერთი კარგი იუმორის განცდაც აქვთ და აი იურისტებივით ხარტიენაც აქვთ. ხო, აი მერკური მშვილდოსანში ტრანსპორტის კუთხით მოსწონთ ისეთი სპორტული მანქანები ძალიან. მოკლედ, ეხლა დროს არ მინდა რომ გადავაჭარბო, იმიტომ რომ აშკარად უკვე ნელ-ნელა ვაჭარბებ დროს. სხვა დროს კიდე შევეხებით ამ საკითხს, ეხლა სხვა ნიშანზე უნდა გადავიდე.